დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. დღევანდელ გადაცემას სწორედ იმ ფრაზით დავიწყებ, რომელიც ყველაზე კარგად იცით, ყველაზე დიდხანს ვიყენებ ამ ფრაზას და ყველაზე კარგად გამოხატავს ჩვენი გადაცემის კონცეფციას. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. იმ ადამიანზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, როგორც სიცოცხლის უზრუნველყოფელი ფაქტორების ერთობლიობაზე. დიახ, ჩვენ საუბრობთ ადამიანის ცხოვრების წესზე, რომელიც აერთიანებს კვებასაც და ფიზიკურ აქტივობასაც, ძილსაც და სტრესის მართვასაც, იმუნიტეტის გაკაჟებასაც და მავნეჩვევების ქონა არ ქონას, სქესობრივ ცხოვრებას, განათლებას, ჰიგიენას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება ადამიანის სიცოცხლეს და ემსახურება იმას, რასაც ჩვენ ჯანმრთელობას უწოდებთ. დიახ, ჯანმრთელობა ერთი მხრივ ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ძალიან ბევრი ფაქტორი დამატებით, რომელიც სულ ცოტა 6 წახნაგის ან 8 წახნაგის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ და ასეთ შემთხვევაში 3 კომპონენტიან ჩამონათვალს ემატება ჩვენი შეგრძნებები, ანუ ჩვენი ემოციური ჯანმრთელობა, გარემოს მდგომარეობა და გარემოს ჯანმრთელობა და ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება ვინ ვართ ჩვენ, ანუ ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა. და აი ამ ფაქტორების დამსახურებით ყალიბდება ჩვენი კეთილდღეობა, რომელიც ასევე 6 წახნაგიანი შეიძლება იყოს თუ ჯანმრთელობის 6 კომპონენტიან განმარტებაზე ვსაუბრობთ. და ეს ყველაფერი თავად ჯანმრთელობის მდგენელები, კეთილდღეობის განსაზღვრელი ფაქტორები ემსახურება იმას, რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს. აი ასე ყალიბდება წარმოდგენა, რომელსაც დღეგრძელობა ჰქვია. დიახ, ჩვენ საუბრობთ ადამიანის დღეგრძელობაზე და ნებისმიერი ცოდნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ცხოვრების წესთან დაკავშირებით მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს. თუმცა საკმარისია ადამიანისთვის მხოლოდ წლები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადამიანმა წლები შეზინოს თავის ცხოვრებას და ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს მისი მაღალი ხარისხი ცხოვრებისა. ცხოვრების მაღალი ხარისხი დღეგრძელობასთან ერთად არის ის ამოცანა, რომელიც თანამედროვე მედიცინას აქვს. ეს ამოცანა აქვს ჩვენს გადაცემასაც, როდესაც ყოველდღიურად ხვდებით ერთმანეთს და ამ ამოცანას ასრულებს ყველა ის პროექტი, რომელსაც თქვენ ცალკეული რუბრიკების სახით იცნობთ. დიახ, ჩვენს გადაცემაში არის რუბრიკა დღეგრძელობის საიდუმლო და ჩვენ არ გვაქვს ახირება, რომ დღეგრძელობის საიდუმლოს ძიებაში უკვდავებას მივაგნოთ. არა, ჩვენ მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანების განსაკუთრებულ ისტორიებს გიყვებით, იმიტომ რომ სწორედ მათი დამსახურებით მივაგნოთ იმ განსაკუთრებულ ცოდნას, რომელიც ადამიანებს საკუთარ ვინაობას და რაობას დაანახავს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი გამოცდილება ხანგრძლივი ცხოვრების და სიცოცხლის შემდეგ, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი სიცოცხლისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ისტორია, რომელსაც დღეს ჩვენ მოგიყვებით, არის სრულიად განსაკუთრებული, არა მარტო იმ რიცხვების გამო, რომელიც ასაკია ჩვენი სიუჟეტის გმირისა. არამედ ეს არის მართლაც ძალიან განსხვავებული ისტორია, რომელსაც ამჯერად შორენა ლაბაძე გიყვებათ. ჩემო ლამაზო, ჩემო მშვენიერო, ხომ არ მოიწინეთ ჩემს გარეშე? ალბათონი ელენე, სოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი გახლავთ, აკადემიკოსი. სოფლიოს 100 ყველაზე საუკეთესო ადამიანებს შორის არის შეტანილი, როგორც საინტერესო პიროვნება. გეოლოგია, მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი და აკადემიკოსი გახლავთ. აქვს 40-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი. ქალბატონი ელენე გავიცანი 4 წლის უკან და დაგვამეგობრა მუსიკამ ერთმანეთთან. თუ რაიმე ღირსება შეიძლება ქონდეს ადამიანს, ყველაფერი ერთად აქვს. ქალბატონმა ელენამ დიდხანს, ძალიან დიდხანს იცოცხლოს და მსოფლიო რეკორდი, როგორც მისი მეცნიერებით მოხსნა,
მოხსნას მისი ხანგრძლივი სიცოცხლით. 4 წლის განმავლობაში ინტენსიურად მოვდივარ ქალბატონ ელენესთან. ვსაუბრობთ საინტერესო თემებზე, ნებისმიერ საკითხზე, რა თქმა უნდა, ქალბატონი ელენე საუბრობს უბრალოდ და მე მას ვუსმენ. მღერით ძალიან ხშირად და ერთად ასე ვერთობით და მოვდივართ უკვე ესე 4 წელია. დავიბადე ჭიათურაში 1922 წელს. მე ვარ აბაშიძე 104 წლის. მე ვიყავი გაუგონარი ბავშვი. რასაც ვიწყოდი იქ არ შეიძლება მეორეაზე. საბავშვო ბაღში დავდიოდი მარტო. უნდა გადამევლო ყვირილა, მდინარე ყვირილის მეორე მხარეს უნდა გადასულიყავი. მე უნდა ავსულიყავი მთაზე. ბავშვი დიდი მოთხოვნილების არ ვიყავ. ყოფილიყო ტყემალი, ყოფილიყო ლობიო. ორჩავშო. მე უკვე მზად ვიყავი. მე ჯაფარიძის ოჯახი და მამა ჩემის ოჯახი განუყოფელი იყვნენ. ერთი ზაფხული დარჩა მედიკო ჩვენთან. ადამიანად ამიმაშ მედიკო. ღმერთი იყო ღმერთი. იმისთან ლამაზი იყო, რომ მე მეგონა გაფრინდებოდა. ასე მქონდა ხელში ჩადე. წარმოგიდგენია. ასე მქონდა და უცდიდი როდის გაიღვიძებდა უცდი. ყველაფერს მეჩინებოდა. ყველაფერს. მეჩინოდი პატარა ხმაზე კი არა. მაგრამ შეიძლება რაღაცაზე მართლა გამეჩინეს. სერიოზულად გამეჩინა და ამყვა ხალხი კაცო და ჯერ პატარა ხალხი ახლოში. მე ნელა დარბაზში. ახლა რო წავიდოდი ხოლმე სამსახურის armera. გზაში სულ ღიღინოვდი. და უნივერსიტეტში ლექციაზე ხო ღიღინოვდი და რასოდეს ბევრს არ ვჭამდი. ყოველთვის ყოფილდებოდი ცოტათი. თან მიყვარდა ის, რაც ორგანიზმს უხდებოდა. არ მახსოვს ჩემს სიცოცხლეში 3 კილომეტრზე ნაკლები დღეში გამივედი. არ მახსოვს. ტრანსპორტი და რაღაცები. ეს უკიდურეს შემთხვევაში ტრანსპორტზე დამტარიყავი. არ ყოფილა რაღაც. რა იყო ამტყობა არ ვიცოდი. შვილი მყავდა, ბავშვი მყავდა 3 წლის. ბავშვი იყო ანაჩვეულებრივი. მონაცემების და გარდა მეცადა. მე შემიყვარდა. ალეში ჯაფარიძე შემიყვარდა. იმან გაიგო 46 წლის კაცი იყო და მე ვიყავი 24 წლის. თამსვლელი რო იყო იმალი. ხა. ლევან გოთვას მეგობარი იყო. სულ სხვა მიმართულებით წავიდა ცხოვრება. ძალიან ცუდი მიმართულებით. თარიაშვილო ოჯახი. თარია უნდა ყავდეს შვილები. სიყვარული უნდა განიცადოს ადამიანმა. ეს არის საზღვარი. საზღვარი. ისი საზღვარია? სიკეთის და სიბოროტის. მარტო ეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ საუბარს სტუმართან ერთად ვაგრძელებთ. სტუმართან, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ჩვენი გადაცემებიდან. იგი გახლავთ ექიმი, რომელიც წნევის მანძილზე სხვადასხვა ნევროლოგიურ პრობლემაზე საუბრობს ხოლმე ჩვენს გადაცემაში და გარკვეულწილად ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციას, მაგალითად, მაშინ, როდესაც ინსულტზეა საუბარი და ეს სრულიად ლოგიკურია, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნევროლოგი, პროფესორი ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე. დილამშვიდობისა, ბატონ სანდრო. დილამშვიდობისა.
მიხარია თქვენთან შეხვედრა. მეც ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი სტუმრობა და მე ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენ წლების მანძილზე არ დავარღვიეთ ტრადიცია და ეს თანამშრომლობა გრძელდება დღემდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის და ლოგიკური თქვენი სტუმრობა, მაშინ, როდესაც ინსულტის რისკებზე უნდა ვისაუბროთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქოს არტერიული ჰიპერტენზიის ცნობადობის თვესთან მიმართებაში ვსაუბრობთ, ჩვენ მაინც ინსულტის კონტექსტში ვსაუბრობთ, ინსულტის რისკების გააზრება გვჭირდება და აი ამ რისკების გააზრებისას რამდენად გასათვალისწინებელია არტერიული ჰიპერტენზია. თქვენ სულ ახალხან დაბრუნდით მსოფლიო კონგრესიდან, რომელიც ეძღვნება ევროპული კონგრესი. რომელიც ინსულტს ეძღვნებოდა და რამდენად მნიშვნელოვანია, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის რისკ ფაქტორები, რომელიც ადამიანს ინსულტამდე მიიყვანს. ინსულტი, ზოგადად ინსულტის მნიშვნელობა, როგორც ძალიან კომპლექსური, რთული, გავრცელებული დაავადების ეს ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია და ჩვენ არაერთხელ საუბრობდით ამაზე და ალბათ არ ღირს ახლა დაბრუნება, თუმცა ის კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ინსულტი გახლავთ ლიდერი დაავადება მოზრდილ ასაკში ფუნქციური უნარშეზღუდულობის განვითარების თვალსაზრისით და მეორე ადგილზეა ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მესამე ადგილზეა სიკვდილობის მაჩვენებლის მიხედვით. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის უბრალოდ სამედიცინო დიაგნოზი, ეს არის სერიოზული სოციალური და თუნდაც ეკონომიკური ტვირთი საზოგადოებისა. წარმოუდგენლად მაღალი ტვირთი აქვს, ეგრეთ წოდებული გლობალური ტვირთი ამ დაავადებას, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური, ასევე ესეთი შეიძლება ითქვას ფსიქოლოგიური, მორალური და ასე შემდეგ. ძალიან რთულია თვითონ პაციენტისთვის, რომელსაც ინსულტი აქვს გადატანილი, შემდგომ ინსულტის ნარჩენებთან, ინსულტის შედეგებთან ერთად ცხოვრება, რთულია ეს ოჯახისათვის, რთულია მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, შესაბამისად ეს ტვირთი, როგორც თქვენ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნეთ, ძალიან მაღალია. შესაბამისად, ვინაიდან ასეთი მაღალი ტვირთის დაავადება, ინსულტი, ცხადია, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მის პრევენციას, პროფილაქტიკას, თავიდან აცილებას. შესაბამისად, იმ რისკ ფაქტორების ცოდნას, რომელსაც მიიღავს ადამიანი ინსულტთან. დიახ, სწორედ რისკ ფაქტორებზე ზემოქმედება გახლავთ პრევენციის ყველაზე ეფექტური და ეფექტიანი გზა. და არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ ინსულტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რისკის ფაქტორი. ყველაზე ხშირად არტერიულ ჰიპერტენზიასთან ერთად, მოდით ეს გავახსენოთ მაყურებელს, რა არის ის ხელშემწყობი გარემოებები და ფაქტორები, რომელიც ინსულტის განვითარებას უწყობს ხელს, გარდა უკვე დასახელებული არტერიული ჰიპერტენზიისა? არტერიული ჰიპერტენზია თვითონ თავისთავად მომატებული არტერიული წნევა. ინსულტს არ იწვევს როგორც მიზეზი, კონკრეტული მიზეზი. თუმცა ხანდახან მკვეთრად მომატებული არტერიული წნევა ხდება ხოლმე ინსულტის განვითარების მიზეზი, ეს უფრო მეტად ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, როდესაც ძალიან მკვეთრად მომატებული წნევა იწვევს სიზარღვის გასკდომას და ხდება სისხლის ჩაღვრა თავის ტვინში. რასაც ტვინში სისხლის ჩაქცევას ეძახის ჩვენი საზოგადოება. ინტრაცერებრული ჰემორაგიის განვითარება, ანუ თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა. მაგრამ როგორც რისკის ფაქტორი ინსულტის განვითარებაზე არტერიული ჰიპერტენზია გარკვეულწილად არაპირდაპირად მოქმედებს. პირველ რიგში არტერიული ჰიპერტენზია აზიანებს სიზარღვებს და შემდეგ დაზიანებული სიზარღვში განვითარებული პროცესების შედეგად ხდება ინსულტის განვითარება. ერთ-ერთი, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე ალბათ საშიში, ყველაზე ძიმეთ მიმდინარე გართულება სიზარღვოვანი პათოლოგიისა გახლავთ ჰემორაგიული ინსულტი, მაგრამ უფრო ხშირია, გაცილებით უფრო ხშირია, სადღაც 80%-მდე შემთხვევაში ვითარდება ინსულტის ის სახე, რომელსაც ჩვენ ვეძახით იშემიურ ინსულტს. ანუ ტვინის ინფარქტს, როდესაც ხდება ტვინის მკვლევავის სიზარღვის ჩაკეტვა, გადაკეტვა, ბლოკირება და შესაბამისად ტვინის იმ უბანში, რომელსაც კვებავს ესა თუ ის სიზარღვი, ვითარდება იშემია საბოლოო ჯამში, ეგრეთ წოდებული ტვინის ინფარქტი, რაც პრინციპში ანალოგიურია მიოკარდიუმის ინფარქტისა. ანუ
სისხლის მიწოდების დარღვევის გამო ხდება ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა, სხვა ესეთი საკვები ნივთიერების, რომელიც სისხლთან ერთად მიედინება ამა თუ იმ ქსოვილში, ამ ნივთიერებების მიწოდების დარღვევა და ვითარდება ჟანგბადის და აი ამ ნივთიერებების შიმშილი. შესაბამისად ვითარდება ეგრეთ წოდებული იშემია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ სიტყვას და ასეთ მდგომარეობას ჩვენ ვეძახით იშემიურ ინსულტს. არტერიული ჰიპერტენზიას შეუძლია თვითონ შეავიწროოს სიზარღვი, ხანგრძლივად მიმდინარე არტერიულ ჰიპერტენზიას. სიზარღვი თანდათანობით ვიწროვდება, ეს განსაკუთრებით ეხება თავის ტვინის ეგრეთ წოდებულ წვრილ პერფორირებულ სიზარღვებს და საბოლოო ჯამში სიზარღვის შევიწროებასთან ერთად შეიძლება დადგეს ხანა, როდესაც სიზარღვი მთლიანად გადაიკეტება. თუ ეს წვრილი სიზარღვის აუზში მოხდა, ვითარდება ძალიან სპეციფიკური სახე ინსულტისა, რომელსაც ჩვენ ლაკუნურ ინფარქტებს ვეძახით, ლაკუნურ ინსულტებს ვეძახით. ის მცირე ზომის კერებია, იშემიური კერებია, რომელსაც თავისი სპეციფიკური სიმპტომატიკა ახასიათებს. მაგრამ მეორე, უფრო ხშირად განვითარებული, ასე ვთქვათ, პათოლოგია ეს გახლავთ მსხვილი სიზარღვების დაავადებით გამოწვეული იშემიური ინსულტები, სადაც არტერიული ჰიპერტენზია ასევე უზარმაზარ როლს თამაშობს. ის ხელს უწყობს არტერიული ათეროსკლეროზის განვითარებას, ის ასევე არაპირდაპირად ხელს უწყობს კარდიოემბოლური ინსულტების განვითარებას, ანუ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებს უფრო ხშირად უზიანდებათ გული, გულის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება ის მდგომარეობები, რომელიც დაკავშირებულია ინსულტის მაღალ რისკთან, თქვათ, მოციმციმე არითმია. მოციმციმე არითმია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ეგრეთ წოდებული კარდიოემბოლური ინსულტის. ანუ არტერიული ჰიპერტენზია არა მხოლოდ პირდაპირი გავლენა აქვს მას ინსულტის განვითარების მაღალ რისკზე და იწვევს ინსულტის განვითარებას, არამედ სხვა მექანიზმების ჩართვით, ჩვენ შეიძლება ვთქვათ არაპირდაპირად, ასევე მიზეზი არის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის განვითარების. როდესაც თქვენ ბრძანებდით, რომ შესაძლოა მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარდეს ინსულტი, ამავე დროს ხაზი გავუსვით, რომ სისტემატურად მომატებული წნევის ფონზე შეიძლება სისხლძარღვოვანი დაზიანებები ჩამოყალიბდეს, რომელიც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ მოგვიანებით განვითარდეს ინსულტი. ნიშნავს თუ არა იმას, რომ არტერიული წნევის კონტროლი ინსულტის პროფილაქტიკის ინსტრუმენტია? რასაკვირველია, ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია ინსულტის პროფილაქტიკისა. მე დაუბრუნდები თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს. მაღალი წნევა, მკვეთრად მომატებული არტერიული წნევა, ჯამთელ სიზარღვში, როგორც წესი, არ იწვევს ხოლმე ამ სიზარღვის დაზიანებას და ჰემორაგიის განვითარებას. ანუ თქვენ როგორც აღნიშნეთ, იქ უნდა იყოს გარკვეული წინაპირობა. ანუ ხანგრძლივად მიმდინარე ჰიპერტენზიის შემთხვევაში, ან სხვა დაავადებით გამოწვეული ანგიოპათიის, ანუ სიზარღვის დაზიანების შემთხვევაში, მაღალი წნევის მკვეთრად მომატებულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს სიზარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა და ეგრეთ წოდებული ჰემორაგიული ინსულტის განვითარება, ანუ სისჩაქცევა თავის ტვინში. მაგრამ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები მის არტერიული წნევის, თქვათ ესეთ არაპირდაპირ გავლენას ინსულტის განვითარების რისკზე, რასაკვირველია ასეთ შემთხვევაში, აი თქვენ როგორც ბრძანეთ, არტერიული წნევის კონტროლი, სწორი მართვა ძალიან ეფექტიანი და მძლავრი ინსტრუმენტია ინსულტის თავიდან აცილების თვალსაზრისით. როგორც ყველა რისკის ფაქტორი, ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ მოდიფიცირება, ეს ასეთი ტერმინი გახლავთ ეპიდემიოლოგიური, მოდიფიცირება მოვახდინოთ რისკის ფაქტორისა, ანუ ამ რისკის ფაქტორის ზემოქმედების უნარი შევამციროთ. შესაბამისად, ამ უნარის შემცირების შედეგად თვითონ იმ დაავადების განვითარების რისკიც მკვეთრად მცირდება, რომლის რისკის ფაქტორსაც ეს ვთქვათ მდგომარეობა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არტერიულ ჰიპერტენზიას. თქვენ საუბრის დასაწყისში ხაზი გაუსვით, რამდენი წახნაგი აქვს თავად ინსულტს და ხაზი გაუსვით იმას, თუ რამდენად გასათვალისწინებელია საზოგადოებისათვის ყველა ის ტვირთი, რომელიც ამ დიაგნოზს ახლავს, რომ ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ ინსულტგადატანილ ადამიანს ეხება, ეს ეხება ოჯახს, ეს ეხება იმ სოციუმს, რომელთანაც შეხება აქვს ამ პიროვნებას და ამ დიაგნოზს უნებურად, თუმცა ამავე დროს ეს არის მდგომარეობა, რომელიც მკვეთრად ცვლის ერთი და მრავალი ადამიანის ცხოვრების ხარისხს და ეს ისევ ეხება თვითონ ინსულტგადატანილ ადამიანს, ეხება ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ საუბრობთ ინსულტის გადატანის შემდეგ არტერიული წნევის
კონტროლზე. არის თუ არა მისი მნიშვნელობა აქ განსაკუთრებით დიდი და არის თუ არა იმის წინაპირობა, რომ მაგალითად განმეორებითი ინსულტისგან იყოს ადამიანი დაცული, ან ინსულტის შემდგომი გართულებებისაგან მეტად იყოს დაცული, თუ არტერიული წნევა იქნება გაკონტროლებული. ძალიან საინტერესო შეკითხვა, ვინაიდან პრევენციის რამოდენიმე სახე არსებობს, ანუ პრევენციაც არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ მის განმარტებაში არდევს მხოლოდ ერთი აზრი. ჩვენ აქამდე საუბრობდით ეგრეთ წოდებულ პირველად პრევენციაზე. ანუ პირველი ინსულტის თავიდან აცილება. ესე იგი არტერიული ჰიპერტენზია აქვს ადამიანს, პაციენტს და ჩვენ ვცდილობთ რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავლენით გამოწვეული ინსულტი თავიდან ავიცილოთ. ეს გახლავთ პირველადი პრევენცია. ეხლა თქვენ შეეხეთ ეგრეთ წოდებული მეორადი პრევენციის საკითხს, როდესაც ადამიანს, პაციენტს უკვე განუვითარდა ინსულტი და ბუნებრივია ასეთ ადამიანს, ასეთ პაციენტს მეორე და შემდგომი მეორე შეიძლება კიდევ მესამე და ასე შემდეგ და ეს არც თუ იშვიათია, რამოდენიმე ინსულტის განვითარება, მათი განვითარების რისკი ძალიან მაღალი აქვს. შესაბამისად, იმ პაციენტებს, ვისაც უვითარდებათ ინსულტი, გარდა წვავე მდგომარეობაში მათი მკურნალობისა, ჩვენ მივმართავთ გადაუდებლად ძალიან სწრაფადვე ვიწყებთ ეგრეთ წოდებულ მეორად პრევენციულ ღონისძიებებს. რისი შემადგენელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი გახლავთ არტერიული ჰიპერტენზიის სწორი მართვა. ანუ თუ ჩვენ პაციენტს ავიღოთ ესეთი ჰიპოთეტური პაციენტი, განუვითარდა ინსულტი, ის არის ჰიპერტონიკი, ანუ მას აქვს ქონდა მანამდე არტერიული ჰიპერტენზია და ინსულტის განვითარების შემდეგ ბუნებრივია მას რჩება არტერიული ჰიპერტენზია და ჩვენ ამ არტერიული ჰიპერტენზიის მიმართ გულგრილები ცხადია, ჩვენ ვერანაირად ვერ შევამცირებთ შემდგომი ინსულტის განვითარების რისკს. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინსულტ გადატანილ პაციენტში არტერიული ჰიპერტენზიის სწორ მართვას. სხვა შორის აქ ერთი საინტერესო მომენტია, თვითონ ინსულტის მწვავე ფაზაში, პირველი საათების შემდეგ ინსულტის განვითარებიდან, წნევა ხშირად მომატებულია ხოლმე. მაგრამ ჩვენ არ მიმართავთ ამ წნევის, ასე ვთქვათ, მკურნალობას, დაწევას. ეს განსაკუთრებით პირველი სადღაც ესე 12-24 საათის განმავლობაშია მნიშვნელოვანი. ვინაიდან ასე დროს თუ რაღაც გარკვეულ ციფრებს არ აჭარბებს ხადია არტერიული წნევა. ასე დროს წნევის ხელოვნურად დაწევა და აგრესიულად დაწევა ამცირებს იშემიზირებულ ქსოვილში, ანუ ტვინის ინფარქციის ქსოვილში სისხლნაკადის სისხლის მიწოდებას და ამ სისხლის მიწოდების შემცირების ფონზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ტვინის იშემია, ანუ გაიზარდოს იშემიზირებული, ანუ ტვინის ინფარქტის კერა. ამიტომ აქ ესეთი საინტერესო, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება მწვავე ფაზაშია. ჰიპერმწვავე ფაზაში ჩვენ არტერიული წნევის მართვას პრაქტიკულად არ ვახორციელებთ, უпроსტად ვახორციელებთ მართვას, მაგრამ მკვეთრად არ ვაქვეითებთ და უკვე შემდგომ არტერიული წნევის დაქვეითება და მისი ნორმალიზაცია, ანუ ნორმალურ ჩარჩოებში მოქცევა, უმნიშვნელოვანესია ინსულტის მეორადი პრევენციის თვალსაზრისით. რაზედაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ეს არ არის თემა, რომელსაც პირველად შევეხეთ. ბატონ სანდრო, არაერთხელ ჩვენ სხვადასხვა რისკ ფაქტორების გათვალისწინებით გვისაუბრია ინსულტზეც და არტერიული ჰიპერტენზიაც გვიხსენებია ინსულტთან მიმართებაში. თუმცა თუ გავყვებით ლოგიკას, რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიას როგორც ერთ-ერთ დამნაშავეს წარმოაჩენს სისხლძარღვების მდგომარეობასთან მიმართებაში, მეორე მხრივ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის ტვინის ჯანმრთელობა სისხლძარღვების ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია. აქ მარტო ინსულტი უნდა იყოს სამიზნე და ინსულტია მარტო საინტერესო თემა. თუ არტერიულ ჰიპერტენზიას შეუძლია თავის ტვინისთვის სხვა პრობლემები შექმნას და სხვა ნევროლოგიური თავსატეხი შექმნას. მაგალითად, იგივე დემენციის, მაგალითად, სხვა ნევროლოგიური დაავადებების და დაზიანებების ჭრილში. არის თუ არა ამ ხრივ საყურადღებო? ძალიან საინტერესო ტერმინი ახსენეთ, ტვინის ჯანმრთელობა. ტვინის ჯანმრთელობა ეს გახლავთ უზარმაზარი, ასე მოიხსენიებენ ჩვენი კოლეგები brain health. დიახ, სწორედ ეს არის სხვა შორის ბოლო რამოდენიმე წლის შეიძლება 10 წლეულის მონაპოვარი, რომ ჩვენ ამ ტვინის, ასე ვთქვათ, ფუნქციებს და ზოგადად ტვინის დაავადებებს არ განვიხილავთ იზოლირებულად. ჩვენ ვსაუბრობთ აი ესე უფრო ჰოლისტურად ტვინის ჯანმრთელობაზე, რომელიც ძალიან მრავალწახნაგოვანია, ძალიან კომპლექსურია, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორებისაგან შედგება
სხვადასხვა მექანიზმები აქვს, სხვადასხვა რისკის ფაქტორები აქვს ტვინის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასე ვთქვათ, შეცვლას გაუარესებას. შესაბამისად, ინსულტიც კი ერთ-ერთი შემადგენელია ტვინის ჯანმრთელობისა, თუ ჩვენ ასეთ გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ. დასაკვირველია, ინსულტი როგორც ყველაზე გავრცელებული დაავადება თავის ტვინისა წარმოადგენს ძირითად მიზეზს იმ თქვათ პათოლოგიების ჯაჭვისა, რომელიც ინსულტის შემდგომ შეიძლება ადამიანს განუვითარდეს. აი თქვენ ახსენეთ დემენცია და მართლაც ეგრეთ წოდებული სიზარღვოვანი დემენციის შემთხვევაში მისი ასევე უმძლავრესი რისკის ფაქტორია ხანგრძლივად მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზია. ზოგადად ხანგრძლივად მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზია თავის ტვინის ჰიპოქსიასთან, ანუ შანგბადით ნაკლებ მომარაგებასთან არის დაკავშირებით. თუ ამას ემატება კიდევ ვთქვათ ინსულტი, რომელიც პაციენტმა გადაიტანა, ზოგჯერ ეს ინსულტი კლინიკურად არ არის მანიფესტირებული. ეგრეთ წოდებული ჩუმი ინსულტია. აი სწორედ ის მე რომ გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე ეგრეთ წოდებული ლაკუნური მცირე ინფარქტები თავის ტვინისა, პაციენტი შეიძლება განუვითარდეს, ადამიანი შეიძლება განუვითარდეს რამოდენიმე ზოგჯერ 10-15 ესეთი წვრილი ინსულტი და ის ვერ მიხვდეს რომ მას და ვერც ვერავინ შეატყოს. ანუ ის აშკარა ნიშნები არ ექნება, რაც სისუსტე კიდურში, სახის ასიმეტრია, მეტყველება და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ის აუცილებლად გამოიხატება თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებით და სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ხოლმე ესეთ სპეციფიკურ ტიპზე, თქვათ, კოგნიტური, ანუ შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებისა, ანუ დემენციისა, რომელსაც ჩვენ ვეძახით სიზარღვოვან დემენციას. შესაბამისად, თუ ჩვენ ძალიან შორს გავიხედავთ, ადრეული მართვა არტერიული ჰიპერტენზიის ეს გახლავთ გარკვეულწილად საწინდარი იმისა, რომ ეს ადამიანი, რომელსაც სადაც ჩვენ თქვათ ჰიპერტენზიას მართავთ, საბოლოო ჯამში არ გახდება სიზარღვოვანი დემენციის მსხვერპლი. გარდა ამისა, ესეთი სახის დემენციები, რომელიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული სიზარღვოვან პათოლოგიასთან, მაგალითად ყველაზე ხშირი მიზეზი დემენციების ალცჰაიმერის დაავადება, ასევე აღმოჩნდა, რომ სიზარღვოვანი რისკის ფაქტორები გარკვეული ტრიგერის როლს ასრულებენ ამ დაავადების განვითარებისა. შესაბამისად, იმ პაციენტებს, ვისაც აქვს სიზარღვოვანი რისკის ფაქტორები და მათ შორის ყველაზე მძლავრი, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ, არტერიული ჰიპერტენზია, მათ უფრო დიდი რისკი აქვს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებისა, ვიდრე თქვათ სხვა ადამიანებს, ვისაც ეს რისკის ფაქტორები არ გააჩნიათ. ალცჰაიმერის კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ალცჰაიმერის დაავადება ეს არ გახლავთ სიზარღვოვანი ათეროსკლეროზული დემენცია, რაც წლების განმავლობაში და წლების განმავლობაში ითვლებოდა, რასაკვირველია მცდარად და მცდარად იმის გამო, რომ თუ არ იყო საშუალებები ამ დაავადების ესეთი კარგად შესწავლისა და მაღალ ტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, საშუალებებით ამ დაავადების შესწავლის. ალცჰაიმერის დაავადება დემენცია ეგრეთ წოდებული ნეიროდეგენერაციული დემენცია, როდესაც ნეიროდეგენერაციული პროცესები, ანუ თვითონ ტვინის ქსოვილში მიმდინარე პროცესები, ზოგჯერ დამოუკიდებლად სიზარღვოვანი პროცესებისაგან იწვევს შემეცნებითი ფუნქციების დაქვეითებას. და ასეთ შემთხვევაში არტერიული ჰიპერტენზია არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღმოჩნდა, რომ თქვათ იგივე სიზარღვოვანი რისკის ფაქტორების მართვა, როგორც არის თქვათ წნევის მართვა, ათეროსკლეროზის მართვა, სწორი თქვათ ესეთი ცხოვრებისეული რისკის ფაქტორების, როგორც არის ჭარბიწონა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, თქვათ არასწორი კვება, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, თუ ისევ სხვა დაავადებებს დაუბრუნდებით, მათი სწორი თქვათ მართვა, ანუ მათზე ზემოქმედება იწვევს ალცჰაიმერის დაავადების ზოგჯერ გადავადებას, ან თქვათ საკმაოდ ეფექტიანად პრევენციასაც. და თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, მაგალითად, როდესაც არის ხოლმე საუბარი შაქრიან დიაბეტზე, ამ შემთხვევაში შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოუწესრიგებელი, უმართავი არის თავისთავად რისკი ინსულტისთვისაც და ალცჰაიმერის დაავადებისთვისაც და ზოგადად ტვინის ჯანმრთელობისთვისაც. რასაკვირველია, აქ შაქრიანი დიაბეტი ალბათ არანაკლები მნიშვნელობის რისკის ფაქტორია, დაავადებაა ტვინის ჯანმრთელობისათვის და ზოგადად ნერვული სისტემის ჯანმრთელობისათვის, მოდი ცოტა უფრო ზოგადად ვთქვათ, მათ შორის პერიფერიული ნერვული სისტემის ჯანმრთელობისათვის, შაქრიანი დიაბეტი, ეს ერთ-ერთი ძლავრი, ასე ვთქვათ, ფაქტორია, რომელიც
თვითონ თავისთავად აზიანებს სიზარღვებს, დაზიანებული სიზარღვები, როგორც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემაში იწვევს ინსულტის განვითარებას, დემენციის განვითარებას, სხვადასხვა ტიპის ენცეფალოპათიების განვითარებას და მათ შორის პერიფერიული ნეიროპათიების განვითარებასაც, რაც სერიოზული პრობლემაა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სანდრო დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მოგვიცის საშუალება არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე გვეთარგმნა სხვადასხვა პრობლემების ენაზე და რაც თავია ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვთარგმნეთ თავის ტვინის ჯანმრთელობის ჭრილში, რაც ყველა ადამიანისთვის ასაკის, სქესის, პროფესიის, ინტერესების მიუხედავად არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ორგანიზმის დირიჟორზე და მის ჯანმრთელობაზე. მაყურებელს შევახსენებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი სანდრო ცისკარიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებით შუქნიშანი არტერიული წნევის მართვისთვის არაერთხელ გამოგვიყენებია. ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ჩვენ ამ თემაზე, იმიტომ რომ არტერიული ჰიპერტენზია არის თაობიდან თაობაში საყურადღებო თემა და მას უამრავი პრობლემა უკავშირდება, როგორც წინამორბედი, ანუ მდგომარეობები, რომელიც ქმნის მაღალი წნევის განვითარების რისკს და ასევე შედეგები, ანუ პრობლემები, რომელიც ჩნდება მაღალი წნევის პასუხად ჩვენს ორგანიზმში. მიუხედავად ყველაფრისა, როდესაც არტერიულ წნევაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინსულტის რისკებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვითვალისწინებთ რამდენიმე ფაქტორს. მათ შორის როგორია სისხლძარღვების დასაცავად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორია ჩვენი ცხოვრების წესის ფაქტორების არჩევანი იმისთვის, რომ არტერიული წნევის მომატება ავიცილოთ თავიდან, ქოლესტეროლის მაღალი დონე ავიცილოთ თავიდან, იმისათვის, რომ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ავიცილოთ თავიდან, წონის მერყეობა ავიცილოთ თავიდან. რატომ გაგახსენეთ ეს ყველაფერი? თუ ჩვენ ვიტყვით, რომ თანამედროვე ადამიანისთვის რისკი სწორედ ეს გახლავთ, მაღალი წნევა, ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებელი, ბოსტნეულის მცირე წილი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბიწონა სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, მაშინ გამოდის, რომ რეკომენდაციები უკვე გამზადებულია. გამზადებულია იმ მეცნიერთა მიერ, ვინც ეს 6 ძირითადი ფაქტორი გამოავლინა. შესაბამისად, ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა. ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში აუცილებლად კონტროლი ჩვენი ფიზიკური აქტივობისა და კვებისა ისე რომ მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ცხიმოვანი ცვლა ჩვენს ორგანიზმში. შესაბამისად მოწესრიგებული იყოს წონა და შევინარჩუნოთ მისი ოპტიმალური პარამეტრები, არც წონის დეფიციტი, არც წონის სიჭარბე, იმისთვის რომ დამატებითი რისკები არ შევქმნათ ნაკვებობის თვალსაზრისით. ვითვალისწინებთ კვებასთან დაკავშირებულ რეჟიმსაც, ულუფალსაც და რაციონსაც, მით უფრო ბოსტნეულის ხაზგასმით, რადგან ბოსტნეულის მცირე წილი ყოველდღიურ რაციონში ერთ-ერთი რისკ ფაქტორია, რომელიც უკვე დაადგინა თანამედროვე სამედიცინო საზოგადოება. წყლის ადეკვატური მოხმარება. მე ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ. მაშინ, როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიაზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძალიან ფეხგადგმულია და მყარი საფუძველი აქვს წარმოდგენას და სტერეოტიპს, რომ თუ წნევა გვაქვს, წყალი არ უნდა დავლიოთ. არადა მრავალრიცხოვანი კვლევით დადგინდა, რომ უამრავ შემთხვევაში და საკმაოდ მასშტაბური კვლევების დროს არსებობს იმის რისკი, რომ პირიქით წყლის არასაკმარისი მოხმარების შემთხვევაში ადამიანს განუვითარდეს არტერიული ჰიპერტენზია. ანუ ადამიანები ზღუდავენ წყლის მოხმარებას, იმიტომ რომ თითქოს წნევა აკონტროლოთ. არადა სწორედ წყლის არაადეკვატური მოხმარება ხდება არტერიული ჰიპერტენზიის წინაპირობა. ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარება, ეს რომ წნევის მერყეობასთან არის დაკავშირებული და ჩვენი ორგანიზმის წონასწორობის დაკარგვასთან, გაზრდილ ინსულტის რისკთან, ეს ჩვენ არაერთხელ განგვეხილავს ჩვენს გადაცემებში, ისევე როგორც როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიას
ინსულტის რისკ ფაქტორად წარმოვიდგენთ, მაშინ გასაგებია, რატომ შეიძლება ტკბილეულით დატვირთვა, არარაციონალური გამოყენება სხვადასხვა ტიპის სასმელის, მათ შორის მატონიზირებელი ნივთიერებების უხვად შემცველი სასმელების, მათ შორის არარაციონალური გამოყენება კოფეინ შემცველი პროდუქტებისა იმ ადამიანებისათვის, ვინცაც აქვს გამორჩეული კოფეინ მგრძნობელობა, ანუ მომატებული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ. საყურადღებოა მაგალითად შაქრის შემცველობა საკვებ პროდუქტებში, როგორც ზოგადი ანთების ხელშემწყობი და გუსის დახვრიტა დაავადებების დროს ანთება რომ მნიშვნელოვანი საფუძველია, ჩვენ მამაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის. მაგალითად ცხიმების მოხმარება და განსაკუთრებით ნაჯერი ცხიმების არარაციონალური გამოყენება. სხვათა შორის მცენარეული ცხიმების არარაციონალური გამოყენებაც, რომელიც ომეგა-6-ით დატვირთულია და რომელიც ანთების და თრომბოზის ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება. გასათვალისწინებელია მარილის შემცველობა საკვებ პროდუქტებში და არტერიული ჰიპერტენზიის რისკების თვალსაზრისით ჩვენ არაუბრალოდ სუფრის მარილის შეზღუდვაზე ვსაუბრობთ 5-6 გრამის რაოდენობაზე მცირე რომ მოვიხმაროთ, არამედ ჩვენ საუბრობთ ნატრიუმის შეზღუდვაზე, რომელიც 2300 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ეს იყო ზოგადი რეკომენდაციები, რომელიც თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ და მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გავიხსენოთ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელიც ახლა ჩემს უკან ქმნის კვებით შუქნიშანს, ბოსტნეულის და ხილის მაღალი ჩართულობა მე ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ რეკომენდაციას. თუმცა თანამედროვე მედიცინა გვეუბნება, რომ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ნაწლავის ჯანმრთელობის სახით. ნაწლავის წონასწორობა განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორს ჩვენს ორგანიზმში, სხვადასხვა რისკს ქმნის ხელოვნურად, ან ჩვენი დამსახურებით შეგვიძლია ასეც ვთქვათ, შეიძლება ბუნებრივადაც მიმდინარე პროცესების შედეგად, თუმცა მთავარი არის ის, რომ ეს უხილავი სამყარო განაპირობებს იმ რისკებს, რომელსაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ და მოდით ერთი ასეთი მექანიზმი მინდა გაგახსენოთ. მექანიზმი, რომელიც უკავშირდება გუსის დახვრიტა დაავადებების გაზრდილ რისკს, მაშინ, როდესაც ნაწლავის მდგომარეობა შესაძლოა არასათანადოდ გვაქვს გათვალისწინებული. მაგალითად, სქემა შეიძლება წარმოვიდგინოთ საფეხურებრივად, როგორ მოიხმარა ადამიანმა საკვები. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, დიეტური მოხმარება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ სისტემატურად ვიღებთ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, აგრეთვე სხვადასხვა ანტიოქსიდანტს და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, პრობიოტიკები იქნება, პრებიოტიკები იქნება, პოლიფენოლები, რომელიც საკვების შემადგენლობაში არის ჩართული. როგორია შემდეგი საფეხური? ეს არის ამინდი ნაწლავში და ბაქტერიული შემადგენლობა. სწორედ მათი დამსახურებით, ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთთანაფარდობის დამსახურებით, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა მოხდება შემდეგ. დიახ, როგორ შედეგებს მოიტანს საკვებისა და ამ ბაქტერიების ურთიერთობა. და დგება მესამე საფეხური, როდესაც ჩვენ ვიმკით ბიოლოგიურ ეფექტებს, ანუ ბაქტერიების და საკვების ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები და დაზარალებული პროცესები არის ძალიან საყურადღებო. რა პასუხობს ასეთ ბიოლოგიურ პროცესებს? რა უნდა განვიხილოთ ბიოლოგიურად აქტუალურ ეფექტად. უპირველეს ყოვლისა ეს არის პასუხი იმუნური სისტემის მხრივ. დიახ, ეს ხდება ნაწლავში. ეს გახლავთ პასუხი გუსის დახვრიტა სისტემის მხრივ. ეს გახლავთ პასუხი ენდოკრინული სისტემის მხრივ და ასე შემდეგ. და როგორ ვლინდება საბოლოო ჯამში? ეს არის უკვე მეოთხე საფეხური, როდესაც ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს მასპინძლის დაავადებების სახით, ანუ ადამიანის დაავადებების სახით და ეს დაავადება შეიძლება იყოს გუსის დახვრიტა სისტემის სხვადასხვა პათოლოგია, ეს შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტი, ეს შეიძლება იყოს მეტაბოლური სინდრომის სიმსუქნე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან, თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეიძლება საკვებ პროდუქტებს შორის და საკვების ჯგუფებს შორის შევინარჩუნოთ წონასწორობა. ეს ყველაფერი დავატიოთ თეფშზე, სადაც სულ ცოტა ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტები იგულისხმება. გასათვალისწინებელია არაუბრალოდ წონასწორობა თეფშზე და პრინციპულად დაბალანსებული საკვები, არამედ ამ საკვებ პროდუქტებთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც
ცხოვრების წესსაც და კვების მოდელსაც ქმნის და განსაკუთრებული ამ შემთხვევაში რასაკვირველი არის ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი. სწორედ ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი იყო წლების მანძილზე დასახელებული როგორც გუსის ძაღლთა სისტემის რისკების შემამცირებელი, ინსულტის რისკების შემამცირებელი, არტერიული ჰიპერტენზიის დასარეგულირებლად მიზანშეწონილი კვების მოდელი. ვიდრე საგანგებოდ არ გამოყვეს ისეთი კვება, რომელსაც ჰქვია დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად და ამ მოდელს თქვენ გახსოვთ ეგრეთ წოდებული DASH დიეტა ჰქვია. ჩვენ მას სისტემატურად განვიხილავთ ხოლმე, ეს მოდელი კვებისამე ძალიან დეტალურად ქართულ ენაზე ადაპტირებული წიგნშიც მაქვს, რომელსაც კვებითი შუქნიშანი ჰქვია და თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საკვები ჯგუფების გადანაწილებაზე, ეს არის ის კვების მოდელები, ხმელთაშუა ზღვის პირეთის კვების მოდელიც და დიეტური მიდგომაც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად, სადაც საფუძველი არის სწორი თანაფარდობა მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს შორის, სადაც ძირითადი ყურადღება გამახვილებულია კარგ ცხიმებზე, რომელსაც მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ვიღებთ, ჭლეთ-ცილაზე, რომელსაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ვიღებთ, თუმცა ზომიერი რაოდენობით და აუცილებლად ვუხამეთ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს. ვითვალისწინებთ პროცესირებული ან დამუშავებული პროდუქტების შეზღუდვის აუცილებლობას და აგრეთვე ადვილად შეთვისებადი, ანუ დამატებული ნახშირწყლების, დამატებული შაქრების შეზღუდვის აუცილებლობას, მარილის კონტროლის აუცილებლობას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის ინსულტის რისკების ასაცილებლად და უკვე გადატანილი ინსულტის შემდეგ ისეთი კვების მოდელი, სადაც გაერთიანებულია ხმელთაშუა ზღვის პირეთისა და ეგრეთ წოდებული DASH დიეტის ეფექტები და ამას ყველაფერს ჰქვია MIND დიეტა, ანუ თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი დიეტა, რომელიც ყველა ასაკში საყურადღებოა ზოგადად ტვინის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ინსულტის რისკებზე ვსაუბრობთ და მაშინ, როდესაც გადატანილი ინსულტის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ. ტვინის აღდგენა არის ამ დროს მთავარი ამოცანა, ამიტომ თუ ჩვენ იმ საიდუმლოს, რომელიც დაშიფრულია ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელში და DASH დიეტაში გავამთლიანებთ და გამოვიყენებთ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ არა უბრალოდ ინსულტის რისკს შევამცირებთ, არამედ გადატანილი ინსულტის შედეგებსაც შევამცირებთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ამ სიტყვებით გემშვიდობები, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.